მოკლედ ესაუბრეთ ბატონ გიას აქვს მისი მოსაზრებები და ჩამოაყალიბებს ახლა. გისმენთ ბატონო გია. გამარჯობათ, მოგესალმებით. გილოცავთ დღევანდელ დღეს ბარბარობას ყველას მრავალდაესწარით, ბედნიერად და ჯანმრთელად. ეხლა რაც შეეხება დღევანდელი საკითხის ირგვლივ მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა. ჩვენ გქონდა მაგ დაფინანსება 1,753,000 ლარი. გარკვეულწილად დაფინანსებდა კიდე სპორტულ კლუბს და რამოდენიმე სპორტულ კლუბს ფედერაცია ფეხბურთის, რომელიც ვერ იქნა თავიდან გადანაწილებული, ამიტომ ჩვენ მოგვიწია ამ ცვლილებით 175,000-ის დამატებით დაფინანსება სახელმწიფო ფონდის და მე არაერთხელ გავაფრთხილე ბათუმის დინამოს გუნდი, მინდა იცოდეს საკრებულო სიმართლე, არსებული მდგომარეობა მენეჯმენტის თვალსაზრისით მერიისთვის მოსაწონი არ არის და კატეგორიულად ვითხოვთ მომდევნო წლიდან, რასაც უკვე აქტიურად ჩვენ გავაკონტროლებთ თვითონ, ხარჯვით ნაწილში, როგორ წარმოგიდგენიათ სახელმწიფო ფონდის დეფიციტი რო შეიქმნება წლის ბოლოს და გუნდი ითხოვს დაფინანსებას. ანუ რაში წავიდა ეს თანხა გადახარჯვებში, პრემიების სახით წავიდა თუ სხვაგვარი სახით წავიდა, ვერ წარმომიდგენია უბრალოდ წლის ბოლოს სახელმწიფო ფონდში წარმოიქმნას გუნდისათვის დანაკლისი, ესე ვთქვათ. ამიტომ ეხლა ითხოვენ დამატებით 125,000 ლარი დაფინანსებას. ჩემი ობიექტური მოსაზრება ამასთან დაკავშირებით ძალიან მოწადინებული ვარ ცუყველანი, საკრებულოს წევრებიც და ბათუმის მერიაც იმისათვის, რომ გუნდს ჰქონდეს შესაბამისი პირობები, იყოს სამწვრთნელო ბაზა, რაც დავიწყეთ და ჰქონდეს ქალაქ სტადიონი, ხო? დანარჩენ შემთხვევაში ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. სტაფი, რომელიც არის მთლიანად და მინუს ამას გამოვაგდება მოთამაშეები, რომელთა ხარჯზეც მოხდა, ვთქვათ, იმ მიღწევების, იმ შედეგების მიღება, რაც გვაქვს დღესდღეობით და რომელ ადგილზეც ვიმყოფებით, ამ შემთხვევაში რაღაცას გამოვნახავთ და დავაფინანსებთ, მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნებით, იქნება ცუდი პრეცედენტი ამით. ამ წუთას კი ბატონო გავაკეთოთ სტიმულირება, აგერ ბატონი არჩილი მოგვახსენებს ახლა ამ ფაქტის შესახებ, ამიტომ კიდე ერთხელ ვამბობ, დამოკიდებულება რო ვიცოდეთ, ჩვენი არის პირიქით დადებითი, რომ გუნდს დავეხმაროთ, არა მარტო ბათუმის დინამოს, რაგბსაც დავეხმაროთ, კალათბურთსაც დავეხმაროთ და ფეხზე წამოვაყენოთ ბათუმის დინამოს გუნდი. მაგრამ ამ სახით, ხო, როცა საშემოსავლო გადასახადი გადახდილი არ გაქვს და საუბარია სხვა რაღაცებზე, უბრალოდ გამიგეთ მე კარგად, ჩემი პოზიციაც რო იცოდეთ, რომ თქვენაც რო იყოთ ანალოგიურად, ცოტა გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ესეთ მდგომარეობა შექმნილია, ვითვალისწინებთ თქვენს დამოკიდებულებასაც, ჩვენს სურვილსაც და რაღაცნაირად ეს უნდა მოვაგვაროთ, მაგრამ მომდევნო წლიდან იანვრის ბოლოს მთლიანად უნდა მოხდეს გაანგარიშება ზუსტად დეტალურად წარმოქმნილი დეფიციტისა, საიდან წარმოიქმნა ეს დეფიციტი და რატო მოხდა ესე. ანუ დამოკიდებულება კიდე ერთხელ იმიტომ შემოვედი დავიფიქსირებინა ჩემი. ამიტომ დამატებით იმ 125,000-ის გარეშე, რაც ჩვენ ახლა შეგვაქვს ხო ცვლილებაში, უწევს კიდე 125,000. აი მას უკვე დეტალურად გავთვლით და გამოვაკლებთ მინუს სტაფი რაც არის. ანუ პრემია მიეცემა ფეხბურთელებს. მიეცემათ, მაგრამ ფეხბურთელებს. წვრთნელი ფეხბურთელს ამას გულისხმობ. დანარჩენი კიდე გეუბნებით, აი გულახდილი ვარ თქვენთან ახლა. უბრალოდ კიდე ერთხელ ვამბობ, ბატონი ირაკლი შემოვიდა, საერთო პოზიციაც ვიცი და იმის გამო რაღაც აი ესეთი დათმობა უნდა გაკეთდეს თუ მომდევნოთ ესეთი რაღაც გაკეთება მაგათთვის არ შეიძლება, იმიტომ რომ აი საშემოსავლოს რო ვერ გადაიხდი ხელფასის ფონდში, მესმის რომ ვერ გაარკვევს გუნდის ხელმძღვანელობა, როდის შეიძლება მოიგოს, როდის შეიძლება წააგოს. მაგრამ ჩვენ იმ დეფიციტს უფინანსებთ მას თვითონ, ჩვენ სულყველანი ერთად, ქალაქი, რაც ჭირდება გუნდს არსებობისთვის და თამაშისთვის. დამატებით რატო ვქნით ჩვენ აიბებს და შეპესებს იმისათვის, რომ მოგებაზე იმუშავონ, ხო სწორია? თავის შემოსავალიც გქონდეთ. აქ საუბარია სპონსორებზე, აქ საუბარია რეკლამაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ იმ საკითხშიც გეთანხმებით, როცა მსჯელობდით, რომ წარმოადგინოს ყველა აიბმა და შეპესემ თავის ამოქმედო გეგმა, გეთანხმებით სრულად. და ამ კუთხით უნდა შეიცვალოს და მე პირობას გაძლევთ, როგორც ქალაქის მერე, აუცილებლად მაგ საკითხით ძალიან მწარედ დავინტერესდები რა. ჩვენი მოთხოვნაც განვითარების და
2015 წლის გეგმის ზუსტად ეგ იყო, რომ ცოდნოდა რა ფორმით აკეთებენ, რაც გააკეთებენ და უნდა დაგეგმონ ყოველთვის ხელფასის და ბიუჯეტიც, გეთანხმებით ყველა იმაში, რომ ეს არის აქსიომური წაგებას მაგას ვერ დაგეგმავენ, თუმცა ესეც იგეგმება ხოლმე გუნდების მიერ. თუ აქ არის საუბარი, რომ მენეჯმენტს არ უნდა მიეცეს ხელფასი და მენეჯმენტის გამო აბსოლუტურად მე მგონი ყველა შევთანხმდებით იმაზე, რომ მენეჯმენტის გამო ფეხბურთელები არ უნდა დაისაჯონ, ვინც ეს შედეგი მიიღო. აი ამაზე შევთანხმდით. ამაზე მენეჯმენტი თავიდან პრემიებს არ ღებულობდა არც ისე, საერთოდ არ აუღიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონი გიასთან ვისაუბრეთ, იგივეს იმაშვება დაითულება ეგ ფული ჩვენ პირობითად კი 125,000 თანხმობას განვაცხადებთ. ხო, ცვლილებით დღეს, მაგრამ შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ მეტი ვერ იქნება, ანუ დაითულება ბატონი არჩილი დათulis შესაბამის სამსახური რამდენი ეკუთვნის თუ რამდენს თვლიან პრემიას 125,000 იყო ჩვენ რაც დავთვალეთ, ხო? გუშინ ანუ 175-ს დამატებული 125,000 ჯამში რაც გამოვიდოდა, ეგ თანხა 300,000 გამოდის. და მე ეგ ვიცოდი ეგ თანხა შესაბამისად დაითულება, შეიძლება ნაკლები მოუწიოთ, მაგრამ ჩვენ დღევანდელი ახალი რედაქციით 125,000 დავამტკიცებთ დღეს. ამ ეტაპზე შევთანხმდით ასე, რომ მართლა ფეხბურთელებმა რა დააშავეს, მაგრამ სტაფს მინუს სტაფი მოაგდება, საფინანსო ეკონომიკური სამსახური დათulis მაგ თანხას მთლიანად და ესეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რა ვიცი. შეიძლება ბატონო ირაკლი. ანუ მე როგორც გავიგებ, ჩვენ 125,000 მივცემთ, როგორც საფინანსო გააკონტროლებს, რომ ეს ფული დაიხარჯოს მხოლოდ პრემიებში ფეხბურთელები. ბატონო გიორგი, მაგას ესე იგი იმ თანხას 174-ს დამატებით ხო ითხოვდნენ, რაზე შულება შეგვაქვს. 125 არის დამატებით საპრემიო ფონდი. საპრემიო ფონდს აჩიკო გათulis მთლიანად, ვაკლებთ მინუს სტაფს და მე მგონი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება რა, ყველას მხრიდან. არ უნდა დაიჩაგროს მუშა და ბრიგადირი თუ ვერ მუშაობს კარგად, იმან თავის თავზე იგრძნობს. პროცედურა მაინტერესებს. დღეს ვაკეთებთ ხო სიტყვაზე? ხო, ეხლა თქო, გიორგი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ირაკლისაც, საკრებულოს ყველა წევრს და ბუნებრივია პირველ რიგში ბატონ გიას და მადლობა ბატონ გია, მე ვფიქრობ, რომ არის სწორი გადაწყვეტილება. ერთი უბრალოდ ბატონ გია, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ დამსახურება ვისაც მიუძღვის ის მიიღებს დამატებით შემოსავალს და მოკეთ აღიარება მოხდება. მაგრამ რაც შეეხება სტაფს, მე მგონი სტაფმა უზრუნველყო პირველ რიგში ახლა არ ვექომაგები არავის, მაგრამ სტაფის დამსახურებაც არის ის, რომ გუნდმა ამ შედეგს მიაღწია და პრემიაზე გადაწყვეტილება უკაცრავად. არა, სხვა რამეს ვამ. რატო ხო რაც შეეხება მეორე ჩვენ მოვისმინეთ აქ არგუმენტი თუ რატო წარმოექნათ ეკონომისა დეფიციტი და ეს იყო სპორტის სამინისტროს მიერ შეპირებული თანხა და მე რაღაც ტურნირის ბადე გაიზარდა როგორც მე სახელმწიფო ფონდზეა საუბარი მხოლოდ. გასაგებია, მაგრამ შეიძლება და ახლა ტურნირზე წასვლის სანაცვლოდ სახელმწიფო ფონდიდან აიღო რაღაც თანხა და არ ვიცი ახლა მე არ მგონია რომ მერიის წარმომადგენლების გარეშე აკეთებდნენ ფინანსურ გადანაწილებას თანხების იგივე იმ სტაფის შემადგენლობა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იგივე ფეხბურთთან დაკავშირებით უფრო მეტი დაინტერესება გამოვიჩინოთ საკრებულოს წევრებმა, რახან არის პრეტენზია და შეიძლება არც ისე უსაფუძვლო იგივე მენეჯმენტთან დაკავშირებით, მაშინ უფრო ფართო ფორმატით მოვისმინოთ ყველა მიზეზი იმისა თუ რატო მოხდა ასე და რა იქნება მომავალში, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაც იქნება ჩვენთვის. მოკლედ ამას პატარა კომენტარს გავაკეთებ, რაც შეეხება სტაფის ღვაწლს ამ პროცესებში, ამ წარმატებაში, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება და მენეჯმენტი რო იყო ძველი, შესაბამისად სანამ შეიცვლებოდა შესაბამისი ადეკვატური შედეგები იყო, შეიცვალა მენეჯმენტი არის მეტი წარმატება, ამას ბატონი გიაც ამბობს და მეც ვამბობ, მაგრამ ახლა მერს მის მიერ დაქვემდებარებულ სტრუქტურაში აქვს კითხვები, ძალიან ცოტა უხერხულია, რომ რაღაც მისი შეხედულებები ადამიანს კონდეს კითხვები და მე მჯერა ამ ბიჭებს რომ ესენიც დაასაბუთებენ თავის თქვა იგივე მერს დაუსაბუთებენ რა კითხვებიც აქვს ამომწურავად. ხა დანარჩენი აქ იყო საუბარი რომ ფეხბურთელმა გასვლითი მატჩები მოიგო და ფეხბურთელების დაფინანსებაზე პრემიერებაზე იყო საუბარი. მადლიზა ადამიანმა თქვა თანხმობა, ხო შევედი კოლეგი მთელი საკრებულოს თხოვნით
გადავეცით ხონა რომ ამიტომ გამოცხადა შესვენება რომ თქვენთვის ეგ გვეთხოვა. არც დაფიქრებულა მეორე წუთივეში მითხრა კი არ არის პრობლემა თვითონ ოღონდ განმარტებას გავაკეთე. შემოვიდა აღარ უნდა ყველაფერზე რაღაც აქეთ კითხვები 1000 რაღაც საკითხი შეიძლება იყოს ერთსრულოვნად გადაუწყვიდეთ რომ მივცეთ პრემია და ერთსრულოვნად ახლა დაუჭირთ მადლობა უთხრათ ამ ადამიანს და დაგვედაღა აღარ უნდა სტაფის მისი შეხედულება მის მიერ დაქვემდებარებულ სტრუქტურაზე აქვს კითხვა კაც მერს რატო დავუთ ბატონო? არ დავავთ არა. მე დავაფიქსირე ჩემი შეხედულება. ყობა, რაღაც არის რომ შეიძლება რომ ერთიანი გქონდეს. ხო, ერთიანი გქონდეს. აქვს კითხვები, მესმის, მეც მაინტერესებს ისეთი არგუმენტები დადო და მეც მინდა მოვისმინო, მე დირექტორი მენეჯმენტისგან მეც მინდა მე მოვისმინო, მაგრამ ეხლა არის მადლობა სათქმელი. ზუსტად წარმატება უნდა ვუსურვო. დღესვე მივიღებთ მოკლედ არის სათქმელი მეც ცვლილებით ამ რედაქციის 125,000 ლარი. კენჭისყაზე დავაყენებ 125,000 ლარი პრემიერების ფონდის, ანუ ცვლილებით ამ რედაქციის სამართლებრივად ხდება ეგრე სულიკო, ალბათ ხო და მიდასტურებ. და დავაყენებ მაშინ მეხუთე საკითხია ეს, ხო, კენჭისყაზე. მეხუთეა, ხო? ხო, ანუ ბატონი ავთანდილიც იყო გამოსული, დასრულდა, ანუ მისი მოხსენება და დავაყენებ. დიდი მადლობა ბატონო გია კიდევ ერთხელ. და რა ვიცი, უსურვებ წარმატებას. ერთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება, არა ამ თემასთან დაკავშირებით, საცურაო აუზთან დაკავშირებით, ბატონო გია, სამინისტრო კენჭი უნდა უყაროთ ბატონო კობა ძალიან გქონდა. უბრალოდ პასუხი მინდა ერთი რა. ბატონო კობა შევმიერთ, მე გაჩვენებთ რაღაც წერილს მე თქვენ და აღარ გიქნებოდი შეკითხვა საცურაო აუზთან დაკავშირებით და მაგასთან დაკავშირებით კიდე მე კომენტარი გავაკეთებ. მე როგორც ქალაქის მერი მაქვს ჩემი პროექტი მაგასთან დაკავშირებით და ვფიქრობ კერძო ინვესტიციის განხორციელებაზე ქალაქში. რამდენად ეს შესაძლებელი იქნება კერძო ინვესტორთან მიმართებაში. რაც კი შეეხება აუზს, მე თქვენ წერილს გაჩვენებთ სპორტის სამინისტროს. ჯერა, რომელიც არ მჯერა იმის, რომ იგივე იმ ვადებში ჩაეტევა და მართლა მოხდება, იმიტომ რომ როგორც მივხვდით, ფეხბურთელები სწორედ იმიტომ აღმოჩნდნენ უხერხულობაში, რომ სამინისტრო დაპირდა. ბატონო გობა, შევძანთ ჩემთან და მე აგიხსნით ვინ რატომ მოხდა უხერხულობაში. მე მაგაზე გაგიმარტე გობა, რომ იქ სიჭინავა იყო და აუსთან სიჭინავა არაფერ შუაში არ არის და შეხედულებების განმარტი. კარგი, დიდი მადლობა, მოკლედ ცვლილებით უყაროთ კენჭი 125,000 უმატებთ რა, საპრემიის ფონდში. ხო. და 3 საათია ბატონო გიორგი და ფედიჩკინი ვიცი იტყვის მადლობას და მის მიღებულია მისი მადლობა. კარგი, კენჭხაზე ვაყენებთ მეხუთე საკითხს, მომხრე, ცვლილებით. წინააღმდეგი. რატო არ უჭერ ხარს ბატონო გიორგი? არა, ერთ წუთი. მე ახლა გაგიმარტო, მაგრამ ჩემს არასდროს დააყენე კენჭისყაზე და მინდა რომ გაასწორო. იქნება არჩილმა პროცედურულად მაგ გითხრას რომ ფული რას მოაკლოს, რად გადაიტანე ესე, არ ხდება ახლა თქვენ მოგინდება გიაყენო კენჭისყაზე. რას მოაკლე გითხარი რომ სწორად იყოს რა. პრინციპში თავისუფალი ნაშთი წელს რაც არის გათვალისწინებული, იმის ფარგლებში დაფინანსდება, მაგრამ რას მოაკლე ეს თავისუფალი ნაშთი გაწერილი იყო მომავალი წლის ბიუჯეტში. შესაბამისად, უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში განვიხილავთ კონკრეტულად რა პროექტებს შეეხება ცვლილება. ან შესაძლებელია დამატებით საშემოსავლო რესურსი მანამდე კიდე გამოჩნდეს რა. აზარდე და მორჩა დამატებით. კი ბატონო, ანუ შეიძლება ბიუჯეტი ხდება 125,000 ლარი. პროგრამას ცვლილებით როგორც ეყარა კენჭი, ასევე ბიუჯეტის პროექტსაც ცვლილებით უნდა ეყაროს კენჭი, იმიტომ რომ გადასახდელების ნაწილში პროგრამის ასიგნება უნდა გაიზარდოს და ნაშთი ცვლილების ნაწილში შემცირდეს უნდა ეს. კაი, და ძალიან მოკლედ, ბატონო ირაკლი, რაც შეეხება მხარდაჭერას, ახლა თუ ჩვენ კიდე მხარდაჭერა გვაქვს და ბათუმის დინამოზე კარგადაა საქმე და ეს პროგრამა მარტო ამას არ მოიცავს, მინდა გითხრა. ამიტომ ბუნებრივია პროგრამას ფლიად არა, ხარდაჭერა ტექნიკურად გითხარით მე რომ ისე რო იცოდე ახლა. იგივე საფიქსირება. არა, ხელისაწევის ნაწილი იყო, მეტი არაფერი აბსოლუტურად. ეს პროგრამა მოიცავს. არა, თქვენს ინიციატივას იგივე რომ თქვენ არ დაუჭიროთ ხარიხი ზოგიერთებს იქ მაშინ. არა, მთელი პროგრამაა ეგ, ერთი თქვენ პროგრამა. ეს პროგრამა მოიცავს სხვა. ნუ ჯამში კარგი, მე შეიძლება იმიტომ ეს განმიმართა მე არჩილმა ბატონი მერის კაბინეტში და ამიტომ ახლა ვიფიქრე რომ თქვენ იცოდით ახლა ამდენი წლის გამოსული ხართ, ანუ საიდან მოიტანდა ამ თანხებს და ეს პროგრამა მოიცავს ეკონომია და ნაშთი საქმე განმიმართა შეიძლება თუნდა რაღაც მომართვა ხო, კარგით, მოკლედ ბედიჩკინი მოგმართავს და დღეს ხდომა შევწყვეთ და ხვალ 11 საათზე განვაახლებთ. ანუ სამართლებრივად შეიძლება, იმიტომ ესეა ბატონო გიორგი, რა ვქნათ ახლა? სხვანაირად არ გამოდის რეგლამენტი, თქვენ ვერ დაგაწვევინეთ მე და იმ ხალხს ვერ ვალოდინებ მე კიდევ გარ. ბიუროზე დამიჯეროთ უნდა და ყველაფერი გიმოწესოთ. კი ბატონო, მე ვიყავი მომხრე რომ ბიუჯეტი პირველი საკითხად გადმოსულა. ბატონო ის ბატონო გიორგი ის თქვენი მიღებული იყო დაჟინებით ხო გახსოვთ? რომ ჯერ პროგრამები გაგვეხილა. არსად დაწერია, არსად არ წერია ეგ ვაფშე. აი იყო ჩემი მიღებული და იყო პრაქტიკა და გითხარი შევცვალოთ მე. მინდა პირველ რიგში ბარბაროლობის დღესასწაული მოგილოცოთ. მართლაც
ეხლა ბედნიერი ადამიანი ვარ, ესეთი მხარდაჭერა არის ბათუმის დინამოს მიმართ. ეს შედეგს გამოიტანს, ამდენს ეს არ ხდებოდა აქამდე და დღეს ეს ხდება. და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენ წევრს რა, ვინც ბათუმის დინამოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატეთ. დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალაქ ბათუმის მერს ბატონ გიას. რა ვიცი, მე მიხარია დღეს მერიაში რომ შემოდივარ, თამაში რომ ვიგებ და დაწყებული დაცვის პოლიციიდან დამთავრებული ყველა თითოეული და როგორ მილოცავენ თამაშს და როგორ ოაგებ არაუშავს, არის ნერვული, ანუ მე დღეს ამ მხარდაჭერავს ხედავ და ერთ-ერთი მუნიციპალური ქალაქი ვართ, რომელიც ესე ფეხბურთის მიმართ ესე განიცდის დაფინანსება და ძალიან დიდი მადლობა მითხრა ყველას.